გამარჯობა ჩემო მებრძოლო მეგობრებო, კვლავ დაგიბრუნდით. წინ დაუნდობელი ჩხუბების ანალიზი გველოდება. დღეს განვიხილავთ პოსტგანქორწინებულ ილია თოფურიას, რომელიც უპირისპირდება ჯასტინ გეიჯს, კაცს, რომელმაც ახლახან პედი პიმბლეტი ისე გააფრთხილა, როგორც კარგი იმერული ხაჭაპური. ეს ბრძოლა თეთრი სახლის გაზონზეა დაგეგმილი. როგორ ფიქრობთ, იქ დაასრულებს გეიჯი თავის კარიერას? დამარხავენ მას ამ ისტორიულ ბალახზე? მისი კარიერა ხომ ერთი დიდი ლამაზი ავტოკატასტროფაა, რომის ყურებაც ყველას გვიყვარს. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემს გულს კიდევ ერთი ლეგენდის, კიდევ ერთი ფანების ფავორიტის აორთქლება ილია თოფურიას სასიკვდილო შეხებით აღარ შეუძლია. ახლა ზოგი იტყვის, ეს ვიდეო თავის მართლებააო? ვცდილობ ძველ ლეგენდას, ჯასტინ გეიჯის ჩავეჭიდო? არა მეგობრებო, მე ამ საკითხს მიუდგები უკიდურესად მეცნიერულად, როგორც ნამდვილი ანალიტიკოსი, რადგან განსახილველი ბევრი გვაქვს. გეიჯის ბოლო ბრძოლა პიმბლეტთან თითქმის სრულყოფილად ვიწინასკარმეტყველე. პედი მხოლოდ ჰაიპზე აწყობილი მატარებელი იყო. ჩვენ კი ვთქვით, რომ გეიჯი მას გააჩერებდა და ასეც მოხდა. ჩხუბის შემდეგ დაიწყო ლაპარაკი. პედი რა მაგარია, სკაუზერებს ნოკაუტში ვერ ჩააგდებო. მოდით პირდაპირ ვთქვათ, დაუფასეთ გეიჯის, მან ბრწყინვალე პერფორმანსი აჩვენა. ვფიქრობ ახლა გეიჯის რეიტინგი რეალურად ძალიან მაღალია, თუმცა ხალხს უყვარს ილიას გაღმერთება და მისი მესიად შერაცხვა MMA-ის სამყაროში. მაგრამ ეს ბრძოლა განსხვავებულია. აქ სერიოზული შედეგები გველოდება. მოდით დეტალებში შევიდეთ. მე ვგრძნობ, რომ ხალხს ყველაფერი არასწორად ესმის. დღეს ჩვენ უნდა გავიაროთ სტატისტიკაზე. შევადაროთ ეს ორი მებრძოლი ერთმანეთს ყველა ასპექტში. ბევრი ფიქრობს, რომ ილია უბრალოდ ერთი დარტყმით დაანოკაუტებს გეიჯს. პოსტგანქორწინებული ილია ხომ ორმაგი შხამით მოდის ოქტაგონზე. თუმცა გაითვალისწინეთ, ჯასტინ გეიჯი ძალიან დიდია ამ დივიზიონისთვის. ილიას კი მოდით ვაღიაროთ. მსუბუქი წონისთვის ცოტა პატარა ჩარჩო აქვს. ვიცი ჩარლზ ოლივეირასთან ამას ხელი არ შეუშლია. იქ საოცარი ნოკაუტი ვნახეთ, მაგრამ მე შევადროვე მონაცემები და აი რა სურათს ვიღებთ. სანამ დავიწყებდეთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ. წინ უამრავი ანალიზი გველოდება. დავიწყოთ აი ასე. თუ ილიამ რაღაც მიზეზით ვერ დაანოკაუტა გეიჯი, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ბრძოლა 5 რაუნდის განმავლობაში? მე ვფიქრობ, მას შეუძლია წარმატების მიღწევა, მაგრამ ეს იქნება უდიდესი გამოწვევა. ვისაუბროთ სიზუსტეზე. UFC-ის ოფიციალური სტატისტიკით გეიჯის 10%-ით მეტი სიზუსტე აქვს, ვიდრე ილიას. შთამბეჭდავია არა? მაგრამ ეს იმიტომ, რომ გეიჯის მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული შედარებით სუსტ მეტოქეებთან, რომლებსაც უბრალოდ გადაუარა. მე მაინც ილიას ვანიჯებ უპირატესობას კრივისა და სიზუსტის მხრივ. ილია არის ნამდვილი ქირურგი. ის დარტყმებს იდეალურად ანაწილებს. გეიჯი კი მახალი მოცულობის და წნეხის მებრძოლია. ის უფრო ჩხუბის თავია. გეიჯი ბევრს აცილებს. ხშირად ვხედავთ, როგორ კარგავს ბალანსს დარტყმისას. ილიასთან ეს არ ხდება. იყო ერთი-ორი მომენტი ბრაის მიჩელთან, როცა ილია კინაღამ გალიას შეასკდა, მაგრამ საერთო ჯამში ის ყოველთვის პოულობს სამიზნეს. მან პიმბლეტიც კი დაანოკაუტა. მიუხედავად იმისა, რომ პედის ისეთი ნიკაპი აქვს, თითქოს ქართული კლდეებისგან იყოს გამოკვეთილი. ასე რომ სიზუსტეში ქულა ილიას. შემდეგი არის გამძლეობა, კარდიო. ილიას მხოლოდ ერთხელ აქვს ჩატარებული 5 რაუნდი, პენსიონერ ჯოშ ემეტთან. კი, მან იქ 50-42 მოიგო. ემეტი მოყვარულს დაამსგავსა, მაგრამ 25 წუთის განმავლობაში ფინიშის ვერ პოვნა გარკვეული წითელი დროშაა. იქნებ თავს ზოგავდა? არ ვიცით. გეიჯი კი სულ სხვა წნეხს შემოგთავაზებთ. ტრევორ ვიტმენმა გეიჯი უფრო ტექნიკური და გაწონასწორებული გახადა, მაგრამ ბუნებით ის მაინც გიჟი მებრძოლია. თუ ბრძოლა 25 წუთამდე მივიდა, მე უპირატესობას გეიჯის კარდიოს ვანიცებ. ის უფრო გამოცდილია ხანგრძლივ ომებში და ვარჯიშობს მაღალმთიან ზონაში. ილიას კი ასეთი სისხლიანი ომები ჯერ არ გამოუვლია, რადგან ყველას მალე აძინებს. გეიჯის ფანებო, ნუ ნერვიულობთ. კარდიოში უპირატესობა თქვენსკენ არის. გადავიდეთ დარტყმების არიდებაზე. აქ ორივეს დაბალი მაჩვენებელი აქვს. გეიჯი თავის ნიკაპს ენდობა. გონია, რომ მას საერთოდ არ სტყივა. ან პირიქით, ისე სიამონებს ტყივილი, რომ დაცვას ივიწყებს. პიმბლეტი მას ბევრს ხვდებოდა. ილია კი პირიქით, კლასიკური მოკრივია. ის ახლო დისტანციაზე შედის და იქ ჩეხავს, მაგრამ ამას აკეთებს ძალიან კარგი დაცვით. ილია ბრწყინვალედ მალავს ნიკაპს მხრების უკან. ის ფოკეტ ბოქსერია. მიუხედავად ამისა, ორივე მებრძოლი ადრე თუ გვიან ერთმანეთს იპოვის, მაგრამ დარტყმების არიდებაში უპირატესობა ისემ ილიასია. და ბოლოს ამ ნაწილისთვის საბრძოლო IQ. აქ უპირატესობას თოფურიას ვაძლევ. ის თუ როგორ დაშალა მან ჩარლზ ოლივეირა, იყო გენიალური. ის არ შეუშინდა ჩარლზ ოლივეირას მუაიტაის და გრძელ დისტანციას. შევიდა ახლოს და იქ დაასრულა საქმე. გეიჯმა ეს ვერ შეძლო. ოლივეირამ მას უბრალოდ აჭობა.
ასევე არ მავიწყდება ილიას პერფორმანსი რაიან ჰოლთან. მოდით რეალურები ვიყოთ. ილია ძალიან ჭკვიანი მებრძოლია. გეიჯი კი თითქოს ავტოპილოტეზე ჩხუგობს. მაქს ჰოლოვეისთან მან ვერაფერი შეცვალა. ყველა რაუნდში ერთი და იმავეს აკეთებდა. ის არასოდეს არ ცდილობს ტეიქდაუნს, მაშინაც როცა ეს სჭირდება. მოკლედ, ილია ამ მატჩში ბევრად უფრო ბრძენი და სტრატეგიული მებრძოლია. ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. ნოკაუტის ძალა. აი აქ კი ნამდვილი საოცრება ხდება. ილიას ძალა მოდის მისი იდეალური ტექნიკიდან. მხრების როტაცია, დარტყმის მექანიკა, სიზუსტე. მისი მარცხენა ჰუკი არის ის, რაც ხალხს პირდაპირ რეანიმაციაში გზავნის. ჰოლოუეისთან ეს კარგად ვნახეთ. ჯასტინ გეიჯის კი აქვს რაღაც ამოუხსნელი სიკვდილის შეხება. მისი დარტყმის ტექნიკა ხშირად საშინელებაა, ის თითქოს ჩოგბურთელივით კვნესის დარტყმისას და ხანდახან საკუთარ ფეხებშიც კი იხლართება, მაგრამ ხალხი მაინც ითიშება. ეს არის გეიჯის ფენომენი, გამძლეობა, ჟინი და უხეში ძალა. ამ ბრძოლაში ორი ხარი ეჯახება ერთმანეთს, ორივეს შეუძლია მეორის დაძინება. თუ ილია ჯაი ჰერბერტმა დააგდო, გეიჯის აპერკოტები ილიასთვის სერიოზული საფრთხე იქნება. თუმცა ახლო დისტანციაზე ილიას ერთი ზუსტი დარტყმა და გეიჯი ოქტაგონზე ხვრინვას დაიწყებს, ასე რომ ნოკაუტის ძალაში ორივეს მაქსიმალურ ქულას უწერ. შემდეგი პუნქტი: გამძლეობა და სიმტკიცე, toughness. ერთი შეხედვით გეიჯი უფრო მყარი ჩანს, რადგან ის ტკივილს საერთოდ არ დაგიდევთ. მთელი კარიერა ასე ჩაატარა, უამრავი ზიანი მიიღო. ილია კი ასე ხშირად არ ხვდება დარტყმების ქვეშ, იმიტომ რომ ძალიან მაგარია. მაგრამ გაიხსენეთ ოლივეირას ის იდაყვი პირდაპირ ტუჩებში. ილიას რეაქციაც კი არ ქონია, ტკინულივით ცივი იყო. ილიას აქვს გიგაჩად სიმტკიცე, რაც მის ნიჭთან ერთად საზარელ კომბინაციას ქმნის. გეიჯი ხანდახან რკინისაა, ხანდახან კი ჰოლოუეი ცხვირს უმტვრევს და ბოლო რაუნდში თიშავს, ასე რომ აქ ორი ტერმინატორის შეჯახებაა. ეს იქნება წმინდა სისხლის სტრაიკინგ ბრძოლა. გეიჯის ჭიდაობის დაცვა ხშირად სათანადო დარფასდება. პიმბლეტს ეგონა რომ მიწაზე დააგდებდა და ეგრევე გაგუდავდა, მაგრამ შანსიც არ მისცა. მთავარი კითხვაა, შეძლებს ილია გეიჯის ამ ლეგენდარული სიმტკიცის გატევას? ჯოშ ემეტი ცალმხრივი მებრძოლი იყო, მხოლოდ ერთი ძლიერი მარჯვენათი. გეიჯი კი სულ სხვა დონეა, ის მუტანტია. გავაგრძელოთ ჩვენი ანალიტიკური მარათონი. ახლა მივადექით იმ ნაწილს, სადაც ბევრი ქართველი გულშემატკივარი ალბათ იტყვის. აქ რა განხილვა უნდა ილია დალეწავსო. მოდით ვისაუბროთ გრეპლინგზე. აქ სხვაობა დღესავით ნათელია. მე ყოველთვის ვიყავი ის ტიპი, რომელიც გეიჯის ჭიდაობას აქებდა, მის დაცვას და იმ ბაზას, რომელიც 4 წლის ასაკიდან მოყვება. მაგრამ ძმებო, ილია თოფურიას BJJ, ბრაზილიური ჯიუჯიტსუ, სულ სხვა პლანეტაა. ის მოჭიდავეებს უბრალოდ აშაყირებს. გაიხსენეთ ბრაის მიჩელი. აც საერთოდ შანსი არ დაუტოვა. ბევრს ავიწყდება, მაგრამ ოლივეირას გარდში ილია ისე მშვიდად იჯდა, თითქოს საკუთარ მისაღებ ოთახში ტელევიზორს უყურებსო. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მიწაზე ილიას ვერავინ აჯობებს. ის პატარაა, კომპაქტური და წარმოუდგენლად ძლიერი. გეიჯიმ პიმბლეტთან რაღაცები კი სცადა მიწაზე, მაგრამ ილიასთან ეს არ გაუვა. ილია ზედმეტად ღონიერია. ჯასტინს არსენალში საერთოდ არ აქვს საბმიშენები, ტკივნეულები. წარმოიდგინეთ გეიჯის სტილი, რომ შეეძლოს ჰოკერებისა და გილიოტინების კეთება. ნამდვილი მონსტრი იქნებოდა. მაგრამ არა, ის ძველებური ჩხუბის თავია. ასე რომ გრეპლინგში უპირატესობა ცალსახად შავი ქამრის მფლობელ ილიასთანაა. და აი მივედით ფინალურ აკორდთან. მოდით პირდაპირ ვთქვათ. ჩვენ გველოდება ნამდვილი ომი, სისხლისღვრა და სასაკლაო. ეს არის UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება ორ სტრაიკერს შორის. თუმცა გულს ის მიკლავს, რომ ეს ბრძოლა რაღაც სულელურ Freedom 250-ზე ტარდება. სერიოზულად, ჩეთრი სახლის გაზონზე, ასეთი დონის ჩხუბი ყველაზე დიდ არენაზე უნდა გამართულიყო, სადაც ტევა არ იქნებოდა. ნაცვლად ამისა მივიღეთ ამერიკული პოლიტიკის მორიგი PR სპექტაკლი. მილიონობით დოლარი, რომელიც შეეძლოთ ინფრასტრუქტურაში ან მებრძოლებში დაებრუნებინათ, იხარჯება ამ შოუზე. მაგრამ ჩვენ, ფანებს, პოლიტიკა ნაკლებად გვაინტერესებს. ჩვენ სანახაობა გვინდა. როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს? ჩვენ გავიარეთ ყველა სტატისტიკა. მოვიყვანეთ არგუმენტები ორივე მხარის სასარგებლოდ. მე ჯერჯერობით პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ივნისთან ახლოს რომ მივალთ, აუცილებლად გეტყვით ჩემს საბოლოო სიტყვას. ახლა კი ბევრი მაქვს საფიქრალი. ვიცი, სხვა ანალიტიკოსები და სოციალური ქსელები ჩემს აზრს აქეთ-იქით ათამაშებენ, მაგრამ მე მყარად ვდგავარ ჩემს პოზიციაზე.
ყველამ ჩამოწერა გეიჯი. თუმცა, მე ვხედავ მომენტებს, სადაც მას შეუძლია ილიას აჯობოს. ილია ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუცდელია ასეთი ტიპის მუტანტებთან. მოკლედ მეგობრებო, დიდი მადლობა ყურებისთვის. დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. რას ფიქრობთ ამ მატჩზე? ილია თუ ჯასტინი? ქართველებო, ვიცი რომ ილიას გამარჯვებაში ეჭვი არ გეპარებათ და მეც თქვენსკენ ვარ, მაგრამ ანალიტიკოსის თვალით ყველაფერი ასე მარტივად არ ჩანს. შემდეგ ვიდეომდე, ჩემო დაუნდობელო მეგობრებო, მალე შევხვდებით.